ფლორენცია ძალიან ძველი ქალაქია, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 59 წელს დაარსდა პირადად იულიუს კეისარის მიერ. თუმცა ფლორენციამ აღორძინებას მე-14-მე-16 საუკუნეებში მიაღწია და ევროპის ფინანსური და კულტურული ცენტრი გახდა. ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მედიჩების მმართველობის პერიოდში ხანგრძლივად დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც ჰქონდა. 1865-დან 1870 წლამდე კი იტალიის სამეფოს დედაქალაქსაც წარმოადგენდა. მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ფლორენცია არის საუკეთესოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში და ბევრი მას იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევს. ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო, მაგალითად დანტე ალიგიერი, ბოკაჩო, ბოტიჩელი, პეტრარკა, ლეონარდო და ვინჩი, კოზიმო დე მედიჩი, ლორენცო დე მედიჩი, რაფაელი, ნიკოლა ფლამელი, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ეკატერინე მედიჩი, რობერტო კავალი და ასე შემდეგ. მდინარე არნოს სანაპიროზე გამოფენილი ულამაზესი ქალაქის ფლორენციის ცენტრალურ ნაწილში პიაცა დელ დუომოს მოედანზე 1296 წელს დაიწყო სანტა მარია დელ ფიორეს საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელიც დასრულებული იქნა 1426 წელს. ფლორენციული კვატროჩენტოს არქიტექტურით ნაგები ზღაპრული სილამაზის მქონე კმილების შენების პროცესი ამა თუ იმ პერიოდში სხვადასხვა არქიტექტორულ ხელმძღვანელობდა. ყველაზე შრომატევადი და რთული მაინც ტაძრის უზარმაზარი გუმბათის დასახული პროექტის მიხედვით აგება გახლდათ. აღნიშნულ პროცესს სათავეში ედგა აღორძინების ეპოქის გენიალური იტალიელი არქიტექტორი და სკულპტორი ფილიპო ბრუნელსკი. ბრუნელსკიმ მიზნად დაიცახა, რომ გიგანტური მასშტაბის მქონე გუმბათი აგურით აეგო. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ასეთი გრანდიოზული გუმბათი აგურით ბრუნელსკიმდე არც ერთ არქიტექტორს არ ჰქონდა ანაგები. 42 მეტრის დიამეტრის მქონე გუმბათის ასაგებად საჭირო იყო 36 ტონა, 4 მილიონი ცალი აგური, 90 მეტრ სიმაღლეზე. არქიტექტორმა ტაძრის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ამწეებისა და ჯალამბარების უნიკალური სამშენებლო სისტემით აზიდა, ხოლო 2 ტონიანი მოოქრული ჯვრის აღმართვისთვის ურთულესი საინჟინრო პრობლემის გადაწყვეტაში კი ფილიპოს დახმარება თვით ლეონარდო და ვინჩიმ გაუწია. სწორედ სანტა მარია დელ ფიორეს საოცარი სიდიადის მქონე ტაძრის მშენებლობისას გამოიყენეს პირველად ოსტატებმა უსაფრთხოების ქამრები, რამაც განაპირობა ის, რომ ამ უმძიმეს და ურთულეს სამუშაოს მხოლოდ ერთი მუშა შეეწირა. და ისიც იმიტომ, რომ მას უსაფრთხოების ქამარი არასწორად ჰქონდა შეკრული. ბრუნელესკის გუმბათის დასრულების შემდეგ საჭირო გახდა უბრალო თეთრი ჭერის შევსება. დიდმა ჰერცოგმა კოზიმო პირველმა მედიჩიმ დავალების შესასრულებლად თავის სანდო მეგობარს ჯორჯო ვაზარის მიმართა. ვაზარიმ გუმბათის შესავსებად წარმოუდგენელი სცენა შექმნა. ამ ფრესკას უკანასკნელი სამშავრო ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ვაზარიმ გენიალური დიზაინი წარმოედგინა, მან მხოლოდ სამუშაოს 1/3 დასრულება შეძლო. ვაზარის გარდაცვალების შემდეგ იგი მისმა ნაკლებად ნიჭიერმა სტუდენტმა ფედერიკო ძუკარიმ შეცვალა. ვაზარის გეგმებისა და ხატვის მეთოდების განხორციელების ნაცვლად ძუკარიმ ფრესკა საკუთარი იდეებითა და ტექნიკით დაასრულა. ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ძუკარი წარუმატებელი იყო თავის ნაშრომში და ნახატები არ ასახავს ბრუნელსკის წარმოუდგენელი გუმბათის დიდებას სანტა მარია დელ ფიორეში.